აი რას დაამსგავსეს კოლონების მოედანი, ნახეთ. თქვენ უნდა გქონდეთ ყველაზე მეტი პრემიები ბავშვებო და პოლიციას კიდე. დაგიმარჯვებ შრომელებო, გაიხარეთ. ბოლო რომ მოუღეთ ამათ უკვე, всё, დამთავრდა ამათი პარპაში. გაძლებას მადლობა თქვენ ბავშვებო, თქვენ მადლობა, პოლიციასაც მადლობა და ყველას. და რას გავს აქაურობა, ნახეთ, სულ დაუნგრევიათ აქაურობა, უყურეთ. აი ამათ უნდათ ქვეყანაში მოსვლა. დიდება უფალს. გაიხარეთ ბავშვებო, გაიხარეთ, გაგაძლიეროთ უფალმა. გუშინდელ გამარჯვებას ყველას გილოცავთ. ეს ნაძირლები ბოლო-ბოლო უნდა აითესოთ აქედან საერთოდ. ნახე რას გავს აქაურობა. დაბომბილი, აი ეს ამათი მშვიდობიანი რევოლუცია, დამპლების დღესაც კიდევ არ არის და როგორ დაუმტრევიათ ყველაფერი, ნახე. აქ მაინც რა უნდათ, ნახეთ. აი, დაწესებულებები ყველაფერი დანგრეული, აი. ნახეთ რას გავს აქაურობა, აჰა. შრომელებო, გამარჯობა თქვენი ბავშვებო, მალადეს თქვენ გაძლებას. თქვენ უნდა მოგცეთ ყველაზე დიდი პრემია. არა და ყველაზე დიდი პრემია თქვენ გეკუთვნით ბავშვებო, შრომელებო, გაიხარეთ. ნახეთ რას გავს აქაურობა. აი ეს არის ამათი მშვიდობიანი რევოლუცია. იჯდნენ ახლა ციხეში. დეგენერატები, ნახეთ რას გავს დედა. ნახეთ რას გავს ქუჩა. აბა მიშას დროს გაგეკეთებინა ეგა. ახლა აქეთ მინდა ვნახო რა სილამაზე იყო და რას გავს აქაურობა. კერძო კუთვნილებას როგორ ეხებიან თანაც. შრომელებო, დილამშვიდობა, გამარჯობა თქვენი და დიდი ხნის სიცოცხლე, ჯანმრთელობა თქვენ მოგცეთ უფალმა. რა გაძლება თქვენ გაქვთ, შვილებო, გაიხარეთ. ამ დამპლების ხელში. ნახე რას გავს აქაურობა, ერთი მაგიდა, ერთი არაფერი არ არის, ბუნების სილამაზე, რაც ელაგათ, ყველაფერი აკრეფილი აქვთ და ყველაფერი დამწვარი აქვთ ცეცხლში. აი ეს არის ამათი მშვიდობიანი რევოლუცია. რას გავს აქაურობა, დედა? აი ამათი მშვიდობიანი რევოლუცია. აი ცეცხლის შუაგულში. კიდე კარგი რამე დაწესებულებას არ მოეკიდა აქედან. ჯე უყურებდი ვიდეოს, როგორ ასხამდნენ ზეთ ცეცხლზე ბენზინს კიდევ. ის არ იკმარეს, რომ ყველაფერს ცეცხლი მოუკიდეს და კიდე ზეთ ბენზინს ასხამდნენ. ნახე, როგორ არის განადგურებული კერძო პიროვნებების სავაჭრო ცენტრები, რას გავს. და ისინი იტყვიან, და რას გავს აქაურობა. და რას გავს აქაურობა, აი დახედეთ. აი ეს არის ამათი მშვიდობიანი რევოლუცია, ამ დამპლების ამათი. კიდე რას უძლებს ჩვენი მთავრობა ამას, მე არ ვიცი რა. რას უძლებს, აი ნახეთ რას გავს აქაურობა. რას გავს აქაურობა. და რა განაუნადგურებიათ ყველაფერი. და როგორ გაუნადგურებიათ ყველაფერი, არაფერი სილამაზე აქ არ არის, რას გავს. ან ამ ხალხს რას ერჩოდნენ? განადგურებული საშინელება ყველაფერი, ნახეთ, აი. დამტრეული ყველაფერი, შენგრეული. და რას გავს აქაურობა, გავგიშნე. აქეთ კიდევ არესი და ამას რო ადამიანი გააკეთებს, ის ქართველი ვარო როგორ უნდა თქვას. შრომელებო, გამარჯობათ ბავშვებო, წარმატებათ თქვენ. ნახეთ რას გავს აქაურობა, ნახეთ, აი. ნახეთ, აი. მთელი ისინი, რა ქვია, სილამაზე ეს რაც იდო იქ ყვავილებში აქეთ გადმოუზიდიათ, რას გავს აქაურობა, კიდე კაი რომ შენობა არა აფეთქეს, ნახეთ რას გავს. ლიდერები კი არა, ამის გამკეთებლებიც უნდა ჩაჯდეს ციხეში ყველა.
აი ნახეთ რას გავს. მათში არის კი გაუხსნიათ. მათში და რას გავს ნახეთ უყურეთ აქაურობა ნახეთ. ნახეთ რას გავს მთელი ის ტერიტორია. გავგიჟდი. ნახეთ როგორ არის დამტვრეული ყველაფერი. დედა ამის გამკეთებლები ლიდერები კი არა, ყველა უნდა იჯდეს ციხეში, სულ ყველა. დიდი და პატარა. და ესენი იტყვიან კიდე ჩვენ მშვიდობიანი რევოლუცია ქონდაო. და პოლიცია მოძალადეო კიდე იძახიან ეს ვირ დამპლები ესენი. ფაშისტები, სუფთა ფაშისტები. გერმანია არ გააკეთებდა ამას სხვა ქვეყანაში ესენი რასაც აკეთებენ.